Мне тоже მოგესალმებით დღეს უწყოთი პროტესტის 265 დღეა. ცოტა დაუჯერებელია. ერთი წლის წინ ალბათ ვინმეს რომ ეთქვა რომ საქართველოს მოქალაქეები 265 დღე უწყотად ქუჩაში დგებოდნენ და რაღაცას გააპროტესტებდნენ, ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებდა ისევ ჩვენ საზოგადოებაში. თუმცა განვლილმა 265 დღე მაჩვენა რომ საქართველოს მოქალაქეები ისინი ვინც ჯიუტად ირჩევენ ევროპას, ისინი ვინც არ ნებდებიან საკუთარ არჩევანში, უბრალოდ არ ამბობენ უარ საკუთარ არჩევანზე და ვერ წარმოუდგენიათ ამ ქვეყანაში ცხოვრება თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარეშე. აი 265 დღეა დგანან ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. თქვენ იცით რომ ანალოგიური მსგავსი აქციები არის თბილისში, ზუგდიდში, ახალციხეში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ლოკალურად იმართება ხოლმე. დღეს აქცია მცირერიცხოვანია. აქ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მითხრა დავთვალე 20-მდე ადამიანი დგას 2025 წლის 19 აგვისტოს ბათუმში უწყოთი პროტესტის 265 დღეს აქციაზე. თუმცა მე როგორც მომისმენი აქციის მონაწილეებისგან, სანამ ერთი ადამიანი მაინც ამ ქვეყანაში გააპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, თქვას უარი ევროკავშირზე და თქვას უარი ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციაზე, ისინი გამოვლენ ქუჩაში ჯიუტად და დაიცავენ საკუთარ ევროპულ მომავალს. ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე აქციის მონაწილეებთან და დღევანდელი დღის თემად გადავწყვეტეთ ვისაუბროთ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეზე თორნიკე რიჟვაძეზე. დღეს ირაკლი ყობახიძე იმყოფებოდა, ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ბახმაროში, დოღზე, სადაც მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს თორნიკე რიჟვაძის შესახებ. ირაკლი ყობახიძის პასუხი იყო ძალიან უცნაური. ასე ვთქვათ, მე რომ შეფასებებში არ წავიდე და შეფასებები არ გავაკეთო, უბრალოდ მოდი ასე ვიზამ, რომ წაგიკითხავთ რა თქვა ირაკლი ყობახიძემ თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით და შემდეგ თავად მაყურებლებმა გადაწყვეტეთ, როგორი იყო ოცნების პრემიერის პასუხი. ირაკლი ყობახიძეს კითხეს, მას შემდეგ რაც ეს ცნობილი ინციდენტი მოხდა თორნიკე რიჟვაძესთან და ის სამკურნალო თურქეთში გადაიყვანეს, ქონდა თუ არა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრს რაიმე სახის კონტაქტი თორნიკე რიჟვაძესთან და მოიკითხა თუ არა მისი მდგომარეობა. მე არ მქონია პირდაპირ კომუნიკაცია გამომდინარე იქიდან, რომ ამის ტექნიკური საშუალება არ იყო. ტელეფონი მას არ აქვს. თუმცა ჩვენ მუდმივად კითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს და გვიხარია, რომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად. რაც შეეხება გამოძიებას, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რომელიც არსებობს. შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან და ამ კადრების გასაჯაროებას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს არის ისეთი კადრები, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას უშუალოდ არ ასახავს, თუმცა შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, საზოგადოებისთვის. დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ, თქვა ირაკლი ყობახიძემ. მინდა გითხრათ, რომ პროკურატურა არასდროს არაფერს არ გააზიარებს, თუ კი აქ ხელისუფლების ინტერესი არ არსებობს.
და ხელისუფლების გადაწყვეტილების გარეშე ანუ ცენტრალიზებულად დღეს სამწუხაროდ მართლობის ავტორიტარული მართლობის სტილი ამასაც ნიშნავს რომ ცალკეული პირები ტექნიკური შემსრულებლები რჩებიან ხოლო გადაწყვეტილებას რაღაცა გასაჯაროვდეს ან გადასაჯაროვდეს იღებს კონკრეტული მაღალჩინოსნები მე აქ ხედავ მალხას ჭყადუას და ციალა ქათამიძეს და ვინაიდან დღევანდელი საუბრის თემა ეხება აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს და განცხადებებს რომელიც გააკეთა ირაკლი ყობახიძემ მალხას მინდა თქვენით დავიწყო თქვენი აზრით რას ნიშნავს როდესაც ოცნების არალეგიტიმური თუ ლეგიტიმური ის მაინც დღეს წარმოადგენს ქართული ოცნების ხელისუფლებას და ასევე თორნიკე რიჟვაძეც იყო ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელი და ირაკლი ყობახიძემ თქვა რომ მან არ იცის როგორ არის მას არ მოუკითხავს თორნიკე რიჟვაძე უბრალოდ რადგან მას ტელეფონი არ აქვს რამდენად სერიოზულია თქვენთვის ეს პასუხი და მეორე რას აჩვენებს როგორ დამოკიდებულებას აჩვენებს თვითონ შიგნით სისტემა როგორ ექცევა თავის თანაგუნდელებს ასე ვთქვათ თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა პრაქტიკულად რესტორმატიული მაგალითია ქართული ოცნების ბუნების და ანატომიის გასაგებად 7 წლის განმავლობაში ადამიანი რომელიც ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი იყო სარგებლობდა ყველა პარტიული და თანამდებობრივი პრივილეგიით ითვლებოდა თქვათ ქართული ოცნების ადგილობრივ ლიდერად, გადაწყვეტილებების მიიღე პერსონად, უამრავი მხარდამჭერი პოსტი მახსოვს, უამრავი მხარდამჭერი კამპანია მისი პერსონის სასარგებლოდ და პრაქტიკულად ალტერნატივო კანდიდატად განიხილებოდა თქვათ მომდევნო წლების განმავლობაში აჭარის სამართავად. ასეთ დროს ხდება მისი თანამდებობიდან გადაყენება და მოგვიანებით ძალიან ტრაგიკული ამბავი. ტრაგიკულია ეს არა მხოლოდ ქართული ოცნებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგად აავლენს თუ რამდენად ჩრდილოვანი და ბინძურია ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება ატარებს თავისი გუნდის წევრების მიმართ. გვესმის უამრავი ბრალდება, ურთიერთბრალდება, გვესმის რაღაცა გადაჭრილების შესახებ, გვესმის რაღაცა კორუფციული გარიგებების შესახებ, მაგრამ ვერც ერთი სახელმწიფო უწყება ამ ყველაფერს ახალს არ აღქმევს. ვერ აღქმევს, იმიტომ რომ საქმე არ გვაქვს საჯარო პოლიტიკასთან, გამჭვირვალე პოლიტიკასთან, საქმე გვაქვს რაღაცა ბანდიტურ, რაღაცა მაფიოზურ გარჩევასთან, სადაც უზარმაზარი რესურსების გადანაწილების საქმე არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ამავდროულად ის რომ ყობახიძე აცხადებს რომ მას ასე ვთქვათ არ ქონია კავშირი ამაში ეჭვი არ მეპარება, ყობახიძე არ არის ის ადამიანი რომელიც აიღებს და დაურეკავდა თორნიკე რიჟვაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში რომ ზუსტად იცის როგორც არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ყობახიძეს არც პოლიტიკური ალღო აქვს, არც ასე ვთქვათ ადამიანური ემპათია და არც კეთილგონიერება საიმისოდ რომ რაღაცნაირად ეს კონფლიქტი რომელიც აშკარაა რაიმე ტიპის თანმიმდევრული დასასრულით მიიყვანოს ბოლომდე. პირიქით ის ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ რომ ეხლა უფრო ალბათ ესეთ ჩრდილოვანი მართვის მაგალითია რომ რიჟვაძისგან, ღარიბაშვილისგან, ქართული ოცნების ყოფილი ლიდერებისგან გამოიყვანოს რაღაცა შაუბნელი ძალა, რომელსაც დაუპირისპირებს საკუთარ თავს და საკუთარ გუნდს და ეცდება რომ აი ხალხს აჩვენოს რომ აი ჩვენ გაცილებით უკეთესები ვართ თქვათ ვიდრე ჩვენი წინამორბედი ასე ვთქვათ ადმინისტრაცია. ამიტომ მინდა რომ ეს ხაზგასმით თქვა რაც შეეხება რიჟვაძის საკითხს რომ პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ ასევე იმასაც რომ ადგილზე წვრილი და საშუალო მოხელეები რომლებიც პრაქტიკულად რა ვიცი მზეს იფიცებოდნენ რიჟვაძისაც ახლა არიან ასეთ მდგომარეობაში რომ მათ საჯაროდაც კი თუმცა დასაქმდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი აჭარის მთავრობაში დაასაქმეს ადმინისტრაციაში ახალი პოსტი გახდა თუ რამეს ქვია დოჩანაშვილის ჩამოვა პორანტება
არის სწორედ ეს, ანუ ადამიანი, რომელსაც შვილის განმავლობაში ებარა პრაქტიკულად ყველაზე მსხვილი სამინისტრო აჭარაში, ახლა ასრულებს რაღაცა საშუალო რგოლის ადმინისტრაციის თანამშრომლის ფუნქციას, დარწმუნებული ვარ, რაკაც უამრავი ასე ვთქვათ ჩრდილოვანი კულისებს მიღმა მოლაპარაკება, გარიგება, შეიძლება დაკითხვაც ყოფილიყო, იმიტომ რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გავლით ხდებოდა ძალიან ბევრი რამ, რაზეც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წერდით კორუფციული გარიგებების დროს, მათ შორის ერთგვარად ქონებების მიყიდვის დროს, მათ შორის იმ ნაწილში, როდესაც ინვესტორები არ ასრულებენ ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ პირობებს და მაინც ხდებოდა გადავადება, უამრავი რამ. ამიტომ ჯაბა ფუტკარაძე დღეს აღარ არის მინისტრი, არის მთავრობის რიგითი მთავრობის ადმინისტრაციის რიგითი წარმომადგენელი და სავარაუდოდ მას მის ხელთ არსებული ინფორმაციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გაცემა, გამხელა მოუხდა სპეციალური სამსახურებისთვის ან პოლიტიკური ჯგუფის ქართული ოცნების იმ ნაწილისთვის, რომელიც ახლა მართავს პროცესებს როგორც თბილისის, ასე ადგილობრივ დონეზე. და ძალიან საინტერესოა აქ ახალი თავმჯდომარის, ეგრეთ წოდებული თავმჯდომარის პოზიცია თამაზაშვილი, რომელიც პრაქტიკულად არც ახსენებს თორნიკე რიჟვაძის. მას გვარიც კი არ უხსენებია არც ერთხელ თორნიკე რიჟვაძის, მას მერე რაც დაინიშნა, არათუ რაიმე ტიპის კომენტირება და ალბათ ძალიან ბევრი რამე ის ხდება ისეთი რამ, რაზეც ჩვენ ინფორმაციას სამწუხაროდ არ გვაქვს და ვერც გვექნება, იმიტომ რომ ამ თქვათ შიდა დაპირისპირების ამბებს ძალიან უფრთხილდებიან, მაგრამ ადგილ-ადგილ მაინც ცენტრალურ დონეზე ჟონავს. რას აჩვენებს ეს თქვენი კითხვის მეორე ნაწილს რო შევეხო, მაგრამ აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნებისთვის არ არსებობს ღირებულება. ქართული ოცნებისთვის არ არსებობს არც ადამიანი, ქართული ოცნებისთვის არსებობს მხოლოდ მსახურება ოლიგარქისადმი, მხოლოდ მათი დოვლათის, უკანონოდ მიტაცებული ფულის, უკანონოდ მიტაცებული ქონების დაცვა, რაზეც დგას, რა გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა საშუალება მისცა თორნიკე რიჟვაძის ბოლომდე გარყვნილიყო კორუფციაში, ბოლომდე მოეპარა, ბოლომდე თქვათ რაღაცა წასულიყო იმ მიმართულებით, რასაც ქვია არაგამჭვირვალე პოლიტიკა, არასაჯარო პოლიტიკა და საბოლოო ჯამში მერე საუბრები იმაზე, რომ აი ამდენი მილიონი უნდა მიეტანა, ამდენი მილიონი დაუთვალეს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი როგორც აღმოჩნდა, არც ისე ასე ვთქვათ საფუძველს მოკლებული ყოფილა. და რაც ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ კიდევ და კიდევ განსაკუთრებით ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ქვეყანაში საქმე გვაქვს არასაჯარო პოლიტიკასთან, სადაც გადაწყვეტილებები არის საჯარო, სადაც გადაწყვეტილებებში ჩართული არის მოსახლეობა, სადაც ხედავთ რატომ რაღაც გარკვეულ მიზეზებს პოულობს, რატო შეიძლება ერთი თანამდებობის პირი წავიდეს, მეორე მოვიდეს. აჭარაში პრაქტიკულად ისე იცვლებიან მერები და ისე მოდიან მერის მოვალეობის შემსრულებლები, რომ ეს ადამიანები თავს საერთოდ არ გრძნობენ ვალდებულად, ანგარიშვალდებულად მოსახლეობასთან. თამაზაშვილი მოვიდა ისე, რომ საერთოდ საპოლიციო სისტემიდან დასვეს ადამიანი და მას საჯარო მმართველობის ნული გამოცდილება აქვს. ასევე მერის მოვალეობის შემსრულებელი გვარიც კი არ ვიცი სამწუხაროდ არ მახსოვს, ისე მოიყვანა თამაზაშვილმა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად, რომ ამ ადამიანს მუნიციპალურ ორგანოებთან მუშაობის ან ასე ვთქვათ ახალს გულისხმობთ თუ უკვე წასულ მერის მოვალეობის შემსრულებელს. ახალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი. არა, ცინცაძეზე არ მაქვს. და წინა იყო ექსპერტიზის ბიუროს ბატონო, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს ნახეთ უშუალოდ არც წარმომადგენლობი დემოკრატიასთან, არც მენეჯმენტთან, თქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილში თვითმმართველობაზე მაქვს საუბარი, არანაირი გამოცდილება არ ქონია. ეს ადამიანები შეირჩევიან ან კონკრეტული რაღაცა დავალებების შემსრულებლებად, ან ისეთი საპოლიციო, სადაზვერვო, საიდუმლო სამსახურებიდან, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აქვს საერთო ადგილობრივ თვითმმართველობასთან, წარმომადგენლობით ორგანოსთან, აღმასრულებელ გოლთან. არიციან როგორ მუშაობს ადგილობრივი ბიუჯეტი, ხო? არიციან როგორ მუშაობს ადგილობრივი დემოკრატია საერთოდ. ამ ადამიანებს ზუსტად ისევე აქვს საერთო ბათუმელ ამომრჩეველთან, როგორც მე ჩინეთის კედელთან. და ამავდროულად ამ ყველაფერთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ და ვთქვათ დღევანდელი ამბავით, რომ თურმე ტატიშვილი აჭარის ტელევიზიის დირექტორი წავიდა პოზიციიდან, ადამიანი, რომელიც ისე უცნაურად მოიყვანეს ამ თანამდებობაზე, როგორც წავიდა.
და მე მინდა მაყურებელს და თქვენს აუდიტორიას ვუთხრა, რომ ეს ტატიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დამალა უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ვიდეო მასალა მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. ეს ადამიანი, რომელიც დღეს უტიფრად ამაყობდა იმით, რომ თურმე ახალი კამერები იყიდეს, თურმე ავტოპარკი განაახლეს, თურმე რაღაცა გარე წარმოების სტუდია დაამატეს და ასე შემდეგ, ამს არაფერი საერთო არ აქვს იმ იდეასთან, რასაც უნდა განასახიერებდეს და რასაც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ მაუწყებლად. აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთა 10% მაინც ახლოს რო ყოფილიყო პროფესიულ და ადამიანურ ღირსებასთან, აი ეს კადრები, რომელიც 11-12 იანვრის საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი არის მზიას საქმეში, უნდა გასულიყოს მათ ეთერში სპეციალურად. მათ მხოლოდ ის 54 წამიანი მონაკვეთი კი არ უნდა მიეწოდებინათ პროკურატურის საგამოძიებო უწყებებისთვის, სადაც მზიას მიერ სილის გაწვნა ჩანს. არამედ მთელი ის პროცესი, როგორ ათრიეს მზია ამაღლობელი ამ ინციდენტამდე, როგორ შეურაცხყვეს და მაშინ შეიძლებოდა მეთქვა, რომ დიახ, აჭარის ტელევიზია მიტაცებულია ქართული ოცნების მიერ, მაგრამ აი რაღაცა პროცენტში მაინც არის დარჩენილი ღირსება, როგორც პროფესიული, ისე ადამიანური და ეს პროცესი იყო ორკესტრირებული თუ არა, ნამდვილად მართული ტატიშვილის მიერ. ამიტომ ტატიშვილი იქნება შავი ლაქა, მორიგი შავი ლაქა აჭარის ტელევიზიის ისტორიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ არტიული ნომენკლატურით დაკვეთილი პოლიტიკა გაატარა და ხელი შეუწყო მზია ამაღლობის დემონიზირებას ამ რეგიონში და ზოგადად ქვეყნის. თუმცა ვერ მოახერხეს. მართალია სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის, ასე ვთქვათ, ბრალდება და მზია ამაღლობას 2 წელი მიუსაჯეს, თუმცა მიზანი რომ გაეშავებინათ მზია ამაღლობელი ვერ მიიღწა, რადგან დღეს ყველა მიცის, რომ სილის გაწვნა არ არის სისხლის სამართლის დანაშაული და სილის გაწვნის გამო არ შეიძლება ადამიანი 2 წელი გამოკეტო ციხეში. ძალიან დიდი მადლობა მალხაზ, ეს იყო მალხაზ ჭკადუა, რომელიც თან ერთადაც საუბრობდით. მე ვხედავ ნინო კაკულიას და ძალიან მინდა მას ვკითხო ბათუმელი მედროშეს შესახებ. გამარჯობა ქალბატონო ნინო, დიდი ხანია ბატონი თემურის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია და რომ გვითხრათ როგორ არის ბატონ თემურ ქათამაძეს გულისხმობ ბათუმელ მედროშეს ჩვენი მაყურებლისთვის გავემარტავ და ქალბატონი ნინო მოგვიყვება მის შესახებ. მოგესალმებით. თემური არის კარგად, უკვე მის წინააღმდეგ დახურული საქმე რაც იყო ბოლომდე დახურულია, ის პროკურორმა დახურა, იმიტომ რომ იყო უსაფუძვლო, მაგრამ ეს სასწაულის მსგავსი ამბავი, რომ ამ ბრალდებით თურქეთში ციხეებში აგდებენ და არც იკვლევენ. ისეთი მძიმე ბრალდება, რა თქმა უნდა, ესეც შეთითხნილი და თეთრი ძაფით ნაკერი იყო, მაგრამ სულ არ ქონდა იმის იმედი, რომ იქ გაიმართებოდა თავს, მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა და ვისაუბრეთ ამ თემაზე და იმ დასკვნამდე მივედით, რომ აქ საქართველოში, რადგან ასე ძალიან გახმაურდა ეს ამბავი მისი და პირველ რიგში რა თქმა უნდა ბათუმელების მეშვეობით, თქვენ იყავით პირველები, საერთოდ ეს სახელი გააჟღერა და მაყურებელს გააცნო თუ ვინ იყო თემურ ქათამაძე და რა თქმა უნდა სხვებმაც და უკვე საერთაშორისო ასპარეზეც გავიდა მისი სახელი, უკვე ჩათვალეს თურქეთში რომ არ ღირდა ამ ადამიანის დაჭერა. ჩვენ ასეთ სინამდვილეში რა იყო, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ვაჭრობის საგანის გახდა, ასეა თუ ისე ახლა არის. ანუ ბრალი მოიხსნა, როგორც მოიხსნა, არის სრულად თავისუფალი, თუმცა საქართველოში რა თქმა უნდა ვერ ჩამოდის და დეპორტი აქვს თუ როგორ დაფორმის 11 ივნის მოხდა დეპორტაცია და პროცედურულად ეს იყო ექსტრადიცია და ექსტრადიციის საფუძველი არ იყო, მაშინ უნდა იყოს დამტკიცებული ბრალი და უნდა ეძებნებოდეს წითელი ცირკულარი და ასე შემდეგ, მაგრამ ჯერ ერთი ის ფაქტი, რომ როდესაც გადავიდა იქეთ, იქ თქვეს პოლიციელებმა, რომ 3 თვე გელოდებითო, ანუ ყველაფერი იცოდა, თვალყურს ადევნებდნენ,
ერთად თანამშრომლობდნენ იმათ სამსახურები და ჩვენები ყველაფერი იცოდა და ის რომ მოსამართლეები ამბობდნენ რომ ამ ადამიანზე არავითარ დევნა არ არის თურქეთში ვიკიპედიაში წავიკითხეო ესეცა კატვამი მოსამართლეს ინგლისში სისულელია დიდი რა ყველაფერი იცოდა და როგორც ჩანს ძალიან უნდოდა საქართველოს მთავრობას რომ თურქეთში დაჭერილიყო და რო ყოლოდაც ციხეში საბოლოოდ ახლა თავისუფალია ბრალი მოეხსნა და საქართველოში მიმდინარე პროტესტს უადევნებს თვალს და რას ამბობს ხოლმე ჩემზე უფრო ინფორმირებულია რადგან მე მიწევს მუშაობა ახლა მithumetes საღამომდე და ის უზის ინტერნეტს კითხულობს ისეთ რა თქმა უნდა ოპოზიციურ გამოცემებიდან იღებს ინფორმაციას ჩემზე მეტად ინფორმირებულია თვალყურს ადევნებს მისი ალბათ უდიდესი სურვილია და ამ წუთისთვის ერთადერთი რომ საქართველოში დაბრუნდეს ადრე თუ გვიან რა თქმა უნდა უკეთესი იქნება თუ ადრე დაბრუნდება იმყოფება შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთ პატარა ქალაქში დასახლდა საკმაოდ ახლოა საზღვართან და ისე ცდილობს რომ აწყოთ მისი ცხოვრება, საყოფა ცხოვრება საკითხები მოაგვაროს და უკვე იწყებს ფიქრს რაღაცა პროექტებთან რომლებიც ქართულობასთან ისევ და ისევ არის რა თქმა უნდა დაკავშირებული ანუ კი ამბობდა რომ დავასრულეს გადავაბრუნე ეს გვერდი მაგრამ როგორც ჩან ვერ ისვენებს და მეც ეგ მიხარია რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ეს ხო ნინო კაკულია საუბრობდით თემურ ქათამაძის შესახებ შეგახსენებთ რომ ვართ ბათუმში 265 დღეა უწყვეტი პროტესტი არ შეწყვეტილა პროტესტი ბათუმში ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე გამოდიან, იკრიბებიან და საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავალს იცავენ.